მოძრაობა რუსთაველის გამზირის ლიდერმა პაატა ბურჯულაძემ საქართველოს მოსახლეობას 4 ოქტომბრის შეკრებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს დღე ბიძინევანიშვილის მშვიდობიანად დამხობის დღედ გამოცხადდება. ბურჯულაძემ მოქალაქეებს მიმართავს და ამბობს, რომ 4 ოქტომბერს ეროვნული კრება ჩატარდება, სადაც ქართველი ხალხი ხმას საქართველოს გათავისუფლებას მისცემს. ამ განცხადების ადრესატი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტია და არც ერთი პოლიტიკოსი. და ამიტომაც მივმართავ მის უდიდებულესობას ქართულ ხალხს. 4 ოქტომბერს ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს განთავისუფლებას. ივანიშვილს უნდა ჩამოვართოთ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დაუბრუნოთ ხალხს. 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. ასე რომ 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღე. ვიხილეთ ბოლო თვეების განმავლობაში ხან რაღაც ალტერნატიულ პარლამენტს აყალიბებდნენ, ხან ალტერნატიულ მთავრობას აყალიბებდნენ, შემდეგ ბატონი ბურჯულაძის რაღაცა ორიგინალური იდეები, ტელეფონით არჩევნების ჩატარება, შემდეგ სტადიონი დაგვითმეთო. ეხლა პირდაპირ საუბრობენ მაგალითად ბატონი ხაბეიშვილი და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, რომ 4 ოქტომბერი უნდა იყოს რაღაცა რევოლუციის დღე, ასე შემდეგ ხო, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის სისულელე. ეხლა რევოლუციასთან კავშირებით შევახსენებ, რომ თუ არ ვცდები 4 რევოლუციის მცდელობა ჰქონდათ ბოლო წლების განმავლობაში და როგორც ვერ შედგა ეს რევოლუცია წინა წლების განმავლობაში, ისე არ აქვს მათ არანაირი რესურსი და შანსი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე არის.